ეკონომიკური პროცესების პარალელურად 2025 წელი არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. კლიმატური გამოწვევების, ბაზრებზე ხელმისაწვდომობისა და წარმოების ეფექტიანობის ფონზე. აგროსექტორი ერთდროულად დგას როგორც ეკონომიკური შესაძლებლობის, ისე გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის წინაშე. სწორედ ამ კონტექსტში ვაგრძელებთ 2025 წლის შეჯამებას და ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ აგროსექტორის შედეგებზე, სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობაზე, გარემოს დაცვის პოლიტიკასა და იმ მოლოდინებზე, რომლითაც სამინისტრო 2026 წელს ხვდება. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემას სტუმრობისთვის. ძალიან ბევრი თემაა. რა თქმა უნდა, არანაირი გადაცემა არ გვეყოფა, მე და თქვენ სოფლის მეურნეობის საკითხებზე და გარემოს დაცვის ნაწილზე დეტალურად საუბრისთვის, თუმცა მაქსიმალურად ერთად შევეცადოთ, შევაჯამოთ ერთგვარად ეს წელი. ბევრჯერ შევხვედრივართ ამ ეთერში და ეხლა მინდა მთავარზე ვისაუბროთ, იმ მთავარ შედეგებზე, რომელსაც ამ შემთხვევაში სამინისტრო ხედავდა, მიგაჩნიათ, რომ 2025 წელს ეს იყო თქვენი რეალურად შედეგი. და აი ამ შედეგებიდან გამომდინარე, მე უკვე რას გეგმავთ 2026 წელს. ასევე რა თქმა უნდა, მინდა შევეხო გამოწვევებსაც, სირთულეებსაც. ბუნებრივია, ძალიან დეტალურად გვაქვს ბიზნეს პარტნიორში განხილული ყველა ნაწილი, რთველი იქნება ეს თუ გარემოს დაცვის საკითხები, თუ ახალი რეგულაციები, თუმცა საინტერესოა თქვენი გადმოსახედიდან. რა არის მთავარი, რაც შეძელით 2025 წელს? საღამოშვიდობის მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა თქვენ ეთერში მოსვლა და განსაკუთრებით წლის ბოლოს, როცა შეგვიძლია რომ შევაჯამოთ ის შედეგები, რაც გვაქვს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ბუნებრივია გეგმები, რომელიც ჩვენ სამინისტროს აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო ჩვენი სამინისტროსთვის, იმიტომ რომ ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების განხორციელება სამინისტროს სისტემაში, რამაც საშუალება მოგცა, რომ რა თქმა უნდა გამოგვეკვეთა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაც სამინისტროსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივია როგორც ცენტრალურ აპარატში, ასევე სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ. საბოლოო ჯამში ამ ცვლილებების მიზანი არის, რომ ჩვენი სამინისტრო გახდეს უფრო მეტად ერთის მხრივ ღია გამჭირვალე მიმდინარე პროცესებში და მეორეს მხრივ სერვისებზე ორიენტირებული, იმიტომ რომ ჩვენ ფარავთ ფაქტობრივად ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, როგორც სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართულს, ასევე ბუნებრივია გარემოს დაცვის მიმართულებით უამრავ სფეროს მოიცავს ჩვენი სამინისტრო და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს გაუადვილდეთ წვდომა იმ სერვისებთან, რასაც სამინისტრო სთავაზობს და ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი, ასე ვთქვათ, შიდა სტრუქტურული რეფორმების და ბუნებრივია ამას არ შეუფერხებია, ასე ვთქვათ, პროცესები, რაც შეიძლება ჩაითვალოს როგორც პროგრესად, როგორც იქნება ეს, როგორც მელიორაციის მიმართულებით, სხვადასხვა პროგრამები, რომელიც სოფლის მეურნეობის კუთხით ხორციელდება და წელსაც ბუნებრივია ეს პროგრამები გაგრძელდა, იქნება ეს რთველის წარმატება თუ ასე შემდეგ. თითოეული მიმართულებით რო ვისაუბროთ, ბუნებრივია ალბათ ამის საშუალება გვექნება, მაინც გამოვყოფდი ალბათ მნიშვნელოვანს წელს წლევანდელ რთველს, იმიტომ რომ ორი ასპექტით იყო წლევანდელი რთველი მნიშვნელოვანი ჩვენთვის, სამინისტროსთვის და ფერმერებისთვის. ერთი რომ მქონდა ბოლო დამოუკიდებლობის არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის მოსავალი, რაც 350,000 ტონა ყურძენი დაბინავდა წელს და ასევე მეორე კონტექსტი და ასპექტი არის ის, რომ ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ხარისხზე და ხარისხიან ყურძენზე, რაც არის მთავარი წინაპირობა ხარისხიანი ღვინის წარმოების. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო ბაზრებზე დიდია კონკურენცია სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან ღვინის პროდუქციის ნაწილში და სწორედ ამიტომ ის რომ ქართული ღვინო და ქართული ყურძენი არის უნიკალური, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ხარისხში უნდა აისახოს და ამიტომ აი წლევანდელი რთველი იყო მართლაც გამორჩეული ამ კუთხით და ვიტყოდი რომ ამან ჩაუყარა ფუნდამენტი, რომ მომდევნო წლებში ჩვენ კიდევ უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაზე და გავაფართოვოთ ის საერთაშორისო ბაზრები, სადაც შეიძლება რომ წარმოვადგინოთ ეს ყველაფერი. ვიტყოდი ასევე მელიორაციის ნაწილში მნიშვნელოვან მიღწევას, ერთის მხრივ დავასრულეთ უამრავ 26-მდე პროექტი, რომელმაც საშუალება მოგცა, რომ დაახლოებით 12,000 ჰექტარ ფართობზე გაგვეუმჯობესებინა წყალუზრუნველყოფა ჩვენი ფერმერებისთვის, მაგრამ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. მე ვიტყოდი ასევე უპრეცედენტო პროექტი საქართველოს ისტორიაში, ეს არის ილტოს წყალსაცავის მშენებლობა, რომელიც იქნება, როდესაც ფაქტობრივად საპროექტო სამუშაოები დაწყებულია უკვე ამ წყალსაცავის და
ჩავთვალოთ, რომ კახეთის რეგიონს მთლიანად, რომელსაც აქვს უდიდესი მათ შორის კიდევ პოტენციალი სოფლის მეურნეობის კუთხით, პროდუქციის როგორც ხარისხის, ასევე რაოდენობის დის ნაწილში, ჩვენ მთლიანად დავფარავთ ჩვენი ფერმერების საჭიროებას წყალუზრუნველყოფის ნაწილში. ეს არის ბუნებრივია, მნიშვნელოვანი, დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი და პრიორიტეტული მიმართულება სახელმწიფოსგან, რომ აღარაფერი ვთქვათ, მათ შორის სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, თუნდაც იგივე გარემოს დაცვის კუთხით, გამოვყოფდი ერთ-ერთ მიმართულებას, ეს არის სანებართო სისტემა, რომელიც ჩვენ წელს შევძელით და ერთი სარკმლის პრინციპით დავნერგეთ თითქმის ყველა გარემოს დაცვითი ნებართვის გაცემის შესაძლებლობა და მათ შორის შევთავაზეთ ბიზნეს დაჩქარებული მომსახურებები, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, როცა ვსაუბრობთ სერვისების გაუმჯობესებაზე და პლასტიკის კუთხით გადადგმული დიდი ნაბიჯი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან, რომელიც ვფიქრობ, რომ არის მნიშვნელოვანი როგორც გარემოს დასაცავად, ასევე ჩვენი თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქის ჯანმრთელობის მოსაყობად. ეხლა მივყვეთ მეტნაკლებად თანმიმდევრულად, რა თქმა უნდა, საერთოდ რო არ მოგცემ საშუალებას, რომ ძალიან დეტალურად ჩავყვეთ, თუმცა არის საკითხები, რომელსაც მინდა რომ ყურადღება გავამახვილოთ. ბოლოდან დავიწყებ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეს არის ნებართვების, გარემოს დაცვითი ნებართვების საკითხი და თქვენ ახლა ახსენეთ, რომ მაქსიმალურად დროში დავაჩქარეთ რა ეს პროცესები, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეძლოს ბიზნესმა ამ ნაწილის ამ მიმართულებით დაუშვათ პრობლემის მოგვარება. თუმცა რამდენად მოახერხებთ, რომ ერთის მხრივ დროში არ გაჭიანურდეს და მეორეს მხრივ რეალურად გაიცეს ეს გარემოს დაცვითი ნებართვები, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტების დაწყობაზე, ეს არ ნიშნავს, რომ დავუშვათ გარემოს მიმართულებით რაიმე სერიოზული ზიანი და მივაყენოთ და მათ შორის საზოგადოებას, მათ შორის მოსახლეობასაც ამ მიმართულებით სულ აქვს განცდა, რომ პირობითად ამათ იმ ნაწილში ვაშენებთ რაღაცას, რამდენად არის გარემოს დაცვითი ნაწილი გათვალისწინებული, რამდენად სწორად არის ეს გაცემული ეს ნებართვები და ხომ არ აქვს ამ ნაწილში რაღაც გადაცდომებს ადგილი. მზად ხართ იმისთვის, რომ ახლა გვითხრათ, რომ რეალურად ეს ნაწილი და ეს პრობლემა დროის დაჩქარებასთან ერთად არ იქნება, არ წარმოიშვება ერთ დღეს და არ მივიღებთ ისეთ სურათს, რომ პრაქტიკულად ნებართვები კი გავეცით, მაგრამ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის ნაწილში მოვიკოჭლეთ. კი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მე სულ ვამბობ ხოლმე და ყოველთვის აღნიშნავ, რომ სერვისების გაუმჯობესება არ გულისხმობს, რომ ჩვენ რაღაც საკითხები ყურადღების მიღმა უნდა დავტოვოთ და გარემოს დაცვის კუთხით დავივიწყოთ ის სტანდარტები და რეგულაციები, რაც ჩვენ ქვეყანაში მოქმედებს, არც ერთ შემთხვევაში ბუნებრივია იქ, სადაც შესაძლებლობა გქონდა, რომ სანებართო, ასე ვთქვათ, სერვისები დაჩქარდეს, იქ უფრო მეტი დაჩქარებული სერვისები შემოვიტანეთ, მაგრამ არის ცალკეული ტიპის ნებართვები, ძალიან ფუნდამენტური და ისეთი მნიშვნელობის თავისი შინაარსით, მაგალითად გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვა, სადაც ბუნებრივია გვაქვს მათ შორის, ესე ვთქვათ, შესაძლებლობა, რომ დროში კონკრეტულ ვადაში გავცეთ ეს ნებართვა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში იმის ხარჯზე, რომ იქ ჩვენ გარემოს დაცვითი კუთხით სათანადო შეფასებები არ ჩავატაროთ და ამ კუთხით საექსპერტო შეფასებები არ გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ რომ აქ ჩვენ საუბრობთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ, საზოგადოებრივ თუ კერძო პროექტებზე, რომლებიც ასეთი ტიპის ნებართვებს საჭიროებს და აქ რა თქმა უნდა ჩვენი ყურადღება არის ძალიან მაღალი და ძალიან ესე ვთქვათ დეტალური შეფასებების დროს. ამიტომ სასახად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ჩვენ ვართ ძალიან კაფიო ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების დროს, ვიყენებთ ყველა იმ საექსპერტო რესურსს და შესაძლებლობას, რაც სახელმწიფოს გააჩნია, იქნება ეს დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობით თუ ჩვენი შიდა სამინისტროს კვალიფიციური კადრების მონაწილეობით, იმისთვის, რომ გარემოს დაცვითი ნებართვები, რომელსაც ჩვენ გავცემთ, აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტებს, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს. ამიტომ ბუნებრივია ის სერვისები, რასაც ვაუმჯობესებთ, გამჭირვალეს ვხდით, იმისთვის, რომ ბიზნესმა ზუსტად იცოდეს, როგორ დაგეგმოს თავისი პროცესები, ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს გარემოს დაზიანების ხარჯზე, იმიტომ რომ აქ რა თქმა უნდა ჩვენი პოზიცია არის ძალიან ცალსახად და მკაფიო. კიდევ გარემოს ნაწილს უკავშირდება, ეს არის პლასტიკის საკითხი, რომელთან მიმართებაშიც ბიზნესს აქვს წუხილი, აქვს გარკვეულწილად გულისწყრომაც, რომ მათ ნაწილს შემოტანილი ჰქონდა ეს პროდუქცია, ნაწილი ელოდებოდა და ამავდროულად. როგორ რა სახით მოგვარდით ბიზნესთან და რამდენად მოახერხეთ, რომ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად გეთანხმებით თითოეული ჩვენგანი ჯანმრთელობას ეხება და შეუძლებელია აქ რაიმე ტიპის თავშთ უკან დახევაზე იყოს საუბარი, თუმცა რამდენად მოახერხეთ, რომ ბიზნესის ინტერესებიც
ამ ნაწილში ყოფილიყო დავშოთ გათვალისწინებული. კი ბატონო, მე დასაწყისში აღნიშნე, რომ ეს არის მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან, იმიტომ რომ ეს არ ემსახურება მხოლოდ გარემოს დაცვის ინტერესებს. გარემოს დაცვის ინტერესები ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 600 მილიონი ოდენობის პროდუქციას რომ მოვიხმართ პლასტიკის ყოველწლიურად და დაახლოებით 6,000 ტონას რო უტოლდება ეს ყველაფერი, წარმოვიდგინოთ გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით რა საკითხებზე და რა მასშტაბებზე ვსაუბრობთ, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ის, რომ პლასტიკის ჭარბი მოხმარება და პროდუქციის მოხმარება ძალიან მავნე ზემოქმედების მოხდენია ჩვენ ჯანმრთელობაზე. იწვევს არაერთ დაავადებას, ენდოკრინული კუთხით უშვილობას და ძალიან ბევრ თამდევ დაავადებას. ამიტომ აქ ჩვენ გადაწყვეტილების მიღების დროს, რა თქმა უნდა დაგვებალანსებინა როგორც გარემოს დაცვითი, ასევე ჯანდაცვის ინტერესები, მაგრამ ბუნებრივია ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციით და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აქ კონსენსუსი შევძელით, იმიტომ რომ ბიზნესს მივეცით საშუალება, რომ ასევე ვადაც, რომ ამ ვადაში მათ შეძლონში ქვეყანაში შემოტანილი პროდუქციის მარაგების გახარჯვა და შემდგომ უკვე ყველა ერთი თამაშის წესით ვაგრძელებთ ასე ვთქვათ ზრუნვას როგორც გარემოზე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე და ძალიან კონსტრუქციული იყო ბიზნესის მხრიდან დამოკიდებულება, ამიტომ კიდევ ერთხელ ვისარგებლებ თქვენი ეთერით და მათ მადლობას გადავხდი, იმიტომ რომ ყველა ფაქტობრივად იმპორტიორი, ასევე ადგილობრივი წარმოებელი ჩვენ ჩართული ყავდა ამ განხილვებში და საბოლოო ჯამში ის თარიღები, რაზეც შევთანხმდით, ფიქრობ, რომ ყველასთვის, სახელმწიფოსთვისაც და ბიზნესისთვისაც არის ოპტიმალური და მისაღები ვადები ახსულებისათვის, ისევე როგორც ბიზნესისთვის, რომ მათ რაღაც გარკვეული ეს მარაგები გახარჯონ ამ პერიოდის განმავლობაში. რა ცვლილებები ან მოლოდინები უნდა ჰქონდეს საზოგადოებას დაუშვათ გარემოს დაცვის მიმართულებით, რამე ახალი ტიპის რეგულაცია იგეგმება თუ არა ახალი რეგულაციის შემოტანა, ან რამე მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები, რომ ამაზეც მივაწოდოთ ინფორმაცია 2026 წელს. კი ბატონო, ბუნებრივია ჩვენ გვაქვს ბევრი, ასე ვთქვათ, საინტერესო გეგმა, მათ შორის პლასტიკის კუთხით გავაგრძელებთ და გვექნება საინტერესო ინიციატივები. ჩვენ ასევე გეგმავთ გარემოს დაცვითი ნებართვების კუთხით, გამომდინარე იქით, რომ ახალი, ასე ვთქვათ, გარემოს დაცვის ნებართვები შემოდის 2026 წლიდან, აქაც გვინდა რომ გარკვეული სიახლეები დავნერგოთ სერვისების კუთხით და გავაციფრულოთ სრულად ჩვენი მომსახურებები გარემოს დაცვის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ვსაუბრობთ ზოგადად მომსახურების გაუმჯობესებაზე. გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი ინიციატივები დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით, იმიტომ რომ ბუნების დაცვა ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი და აქ გეგმავთ რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოებას, გვინდა ასევე სამეგრელოში ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება, სვანეთის მხარეში გეგმავთ კახეთის რეგიონისკენ გვაქვს ასე ვთქვათ გეგმები და გვინდა რომ დაახლოებით საბოლოო ჯამში 16%-მდე გავზარდოთ ჩვენი დაცული ტერიტორიების ფართობი, პარალელურად განვავითაროთ ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა დაცულ ტერიტორიებზე. გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი გეგმები სატყეო სექტორში, იმიტომ რომ ქვეყნის 54%, როდესაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ბუნებრივ რესურს ტყეს, გვესმის, რომ ამას მოფრთხილება დაცვა სჭირდება, თუმცა ეს არის რესურსი, რომლითაც შეგვიძლია რომ მათ შორის ვისარგებლოთ ოღონდ მდგრადად და ამ კუთხითაც გვექნება საკანონმდებლო სიახლეები იმისთვის, რომ სატყეო სექტორში, ასე ვთქვათ, მივაღწიოთ იმ მიზანს, რომ დაცულობასთან ერთად მდგრადად მოვიპოვოთ ტყის რესურსები. გეგმავთ მათ შორის, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გვექნება მომდევნო წელს ჩვენ და ვიმუშავებთ აქტიურად, ეს არის იცით რომ მყინვარული ხეობების კვლევა ჩავატარეთ ჩვენ ბატონი პრემიერის ინიციატივით და დავალებით და უკვე თითქმის დასრულდა ეს კვლევა და უახლოეს პერიოდში გვექნება საშუალება რომ თქვათ რა ინფორმაციის მომცემია ეს კვლევა, რადგან ამის მიმართ განსაკუთრებული ინტერესია, იმიტომ რომ მუდმივად მესმის, რომ მყინვარებით ნება და შესაბამისად ამას ძალიან უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებით იმ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოქალაქეებისთვის და ასე შემდგომ და ამიტომ საინტერესოა ბუნებრივია თუ უკვე შეგვიძლია თქმა რას მოიცავს ეს კვლევა. კი ბატონო, ბუნებრივია, აი დღეს ახლა თანამედროვე კლიმატური ცვლილებების ფონზე მყინვარული ხეობები და მყინვარების დნობის პროცესი ახლა არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს და აქედან მომდინარე საფრთხეებიც და ჩვენ მართლაც აი დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში პირველად ჩავატარეთ ესეთი უპრეცედენტო კვლევა, ევროპულ ქვეყნებსაც არ აქვს ესეთი მასშტაბის კვლევა ჩატარებული, შვეიცარიის ალპებს და კიდევ რამოდენიმე ევროპულ ქვეყანას თუ არ ჩავთვლით და ამ წუთას ასე ვთქვათ ამ კვლევის შედეგებზე საუბარი გამიჭირდება უახლოეს პერიოდში ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხებს
საკითხებზე საუბარს საზოგადოებასთან, იმიტომ რომ ვიცით, რომ ძალიან მაღალია საზოგადოების ინტერესი და ბუნებრივია ამ კვლევიდან გამომდინარე გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმები იმისთვის, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, პრევენციული შესაძლებლობები ბუნებრივი საფრთხეების განვითარების შემთხვევაში კიდევ უფრო გავაძლიეროთ და კიდევ უფრო უკეთესად შევძლოთ იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების დაცვა და გათვალისწინება და რისკების დაზღვევა, ხო? აი ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და მომდევნო წელსვე ჩვენი მხრიდან უკვე დაიწყება ძალიან კონკრეტული ღონისძიებების გატარება ამ კუთხით, იქ სადაც გარკვეული, ასე ვთქვათ, რისკები იდენტიფიცირებული არის ამ კვლევიდან გამომდინარე. ამიტომ ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და მიმართულება, რაზეც ჩვენ ვიმუშავებთ. და ბუნებრივია ამ თემას საოცრად გავაშუქეთ ბიზნეს პარტნიორებსაც ამის პრეზენტაციას მოახდენთ, თუმცა მან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. სოფლის მეურნეობა და სულ მაქვს განცდა და კითხვაც ბუნებრივია, რომ ძალიან ბევრი ფინანსები იხარჯება ამ ნაწილში სახელმწიფოს მხრიდან, ბევრი პროექტია და ენერგიამომავალი იქნება თუ სხვადასხვა სახის პროექტები, რომელთა მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად ხელი შეგვეწყო ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის, ადამიანებს მიგეცას შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება მეტად ეწარმოებინათ საქართველოში ადგილობრივი პროდუქცია და შენ, მაგრამ თავარი აქ ყოველთვის მაქვს კითხვა, რომ ამ ყველაფერმა მოგცა თუ არა ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლები. გავზარდეთ თუ არა ექსპორტი და მაგალითად ქართული სასოფლო სამეურნეო პროდუქცია აქტიურად გაგვაქვს თუ არა საექსპორტოდ და არანაკლებ მნიშვნელოვანია რამდენად რეალურად მოვიხმართ ადგილზე მოყვანილ ქართულ პროდუქციას ასევე საქართველოში. ანუ ამ პროგრამებმა ბუნებრივია ხა კონკრეტულ ციფრებს არ გეკითხებით, მე გეკითხებით რეალურად რაც დავხარჯეთ და რა პროექტების განვახორციელებთ, უკუ შედეგს თუ ხედავთ თქო სახელმწიფო, რომ დავუშვათ ან ადგილობრივ ბაზარზე, ან ექსპორტის კუთხით ზრდა გვაქვს თუ არა მნიშვნელოვანი ამ ნაწილში. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა და ბუნებრივად ციფრებს ვერაულით გვერდს ესეთ შემთხვევაში და აუცილებლად უნდა ვთქვა ის გაუმჯობესებული მაჩვენებლები, რაც ჩვენ ექსპორტის კუთხით ვთქვათ, გვაქვს მაგალითად 11 თვის მონაცემებით, წლევანდელი მონაცემები 8%-იან ზრდას აჩვენებს 2024 წლის მონაცემებთან შედარებით. ექსპორტის ნაწილში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ეს არის, მე ვფიქრობ, საკმაოდ კარგი მაჩვენებელი და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ აი სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც გამოცხადა სოფლის მეურნეობის სექტორი პრიორიტეტულ მიმართულებად, როდესაც გამოცხადა არაერთი მხარდამჭერი პროგრამა, რომელმაც საშუალება მისცა ფერმერებს, რომ გაეშენებინათ თანამედროვე ბაღები, თანამედროვე ვენახები, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოები, ხო? ეს მთელი ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის. პარალელურად დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან სამელიორაციო ინფრასტრუქტურის, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებასთან. ამან საბოლოო ჯამში მოგცა აი წელს უკვე 11 თვის მონაცემებით გაუმჯობესებული 8%-იანი საექსპორტო ზრდა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, ისევე როგორც გამოშვების კუთხით, გამოშვების კუთხით იგივე დაახლოებით 8.4%-იანი ზრდა გვაქვს. ბუნებრივია ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელმისაწვდომი იყოს ჩვენთვის, თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, იყოს ხარისხიანი, აკმაყოფილებდეს სურსათის უნებლობის სტანდარტებს და ყველა ჩვენი პროგრამა, რომელსაც თქვენ ნახავთ, ხო, სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან რაც ხორციელდება, სწორედ აი ამ მიმართულებებს ფარავს. მარტი იმის გამო იმიტომ ვკითხულობ, რომ იმდენად დიდია იმპორტი, მათ შორის სასოფლო სამეურნეო პროდუქციის, რომ როდესაც დახზე ვუყურებთ ამ მოცულობით იმპორტს, ბუნებრივად გიჩნდება კითხვა, რომ რეალურად ძალიან ბევრი სახელმწიფო პროგრამა არსებობს ამ ნაწილში, თითქოს ბიზნესის აქტიურია, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი შედეგის თვალსაზრისით ეს წარმოებული პროდუქცია, სწორედ ამიტომ ვიკითხე. დიახ, და ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბუნებრივია ჩვენი მიზანი აქეთკენ მიემართება, რომ საბოლოო ჯამში გარკვეულწილად თვითკმარობის ნაწილში გქონდეს ზრდა ქვეყანას ქართული პროდუქციის და აქაც მინდა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება აღვნიშნო, რომ წელს ძალიან აქტიურად იყო ჩვენი სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან შეხვედრები ფერმერებთან და უამრავი საჭიროება გამოიკვეთა მათ შორის, იმიტომ რომ გარკვეულწილად ანუ არსებული პროგრამები ხო, რომელიც უკვე მრავალი წელია ხორციელდება ჩვენი სამინისტროს მხრიდან, ჩვენ ხედავთ, რომ გარკვეულად წილად დახვეწა საჭიროებს. საჭიროა მასში ცვლილებები ისე, რომ კიდევ უფრო მეტად მოერგოს ფერმერის ინტერესებს და კიდევ უფრო მეტად წაახარისოს თუნდაც პირველადი პროდუქციის წარმოება, ხო, პირველადი აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება, რომელსაც ჩვენ დახსევ ხედავთ, ისევე როგორც მეორადი პროდუქტები, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. ამიტომ გვექნება მათ შორის სიახლეები აი პროგრამების ნაწილში მომდევნო წელს, რასაც ჩვენი სამინისტრო გეგმავს. რაღაც შეიძლება დაიხუროს, რაღაც შეიძლება დიახ, აი გარკვეული ასე ვთქვათ სიახლეები, დიახ,
რომელზეც უფრო კონკრეტულად ბუნებრივია მომდევნო წელს ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეს ჩვენი პროგრამები კიდევ უფრო მეტად მოერგოს ადგილზე ფერმერების საჭიროებებს და ზუსტად იმ მიზნობრიობას, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ მეტი პირველადი წარმოების თუ მეორადი წარმოების ქართული პროდუქცია იყოს როგორც ეროვნულ ბაზარზე და ადგილობრივ დახლებზე, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რა თქმა უნდა, საექსპორტო პროდუქციაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, იგივე ხა მაგალითი რომ მოვიყვანოთ, აი ხო საქართველოს სახელმწიფო ძალიან აქტიურად არის ჩართული ციტრუსის მოსავლის დაბინავების პროცესში და ძალიან კარგი მოსავალი გვაქვს წელს. დაახლოებით 20,000 ტონა არის ციტრუსის მოსავალი, ექსპორტირებულია საკმაოდ დიდი ოდენობა ქართული ციტრუსის არაერთ ბაზარზე საერთაშორისო მიმართულებით, მაგრამ ასევე გვაქვს, ასე ვთქვათ, თანადაფინანსების კომპონენტი ისეთი ტიპის ციტრუსისთვის, რომელიც არ გამოიყენება დახლისთვის, მარტივად რომ ვთქვათ და რომელიც გადამუშავდება და სხვადასხვა მიზნობრიობით შეიძლება გამოვიყენოთ. აი ამ კუთხითაც უამრავი, ასე ვთქვათ, მიმართულება გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც დიახ ვიმუშავებთ მომდევნო წელს. აქ ერთ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი შემოდის სამაცირე მეურნეობები, რომელიც სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვაქვს ამბიცია რომ ექსპორტზე აქტიურად გავიტანოთ, მათი შენახვა უნდა შეგვეძლოს. ამ კუთხით რა ნაბიჯები გაქვთ გადადგმული, ან რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ? კი ბატონო, აი მოგეხსენებათ რომ არის ცალკე პროგრამა, რომელიც სამაცივრო მეურნეობების დაფინანსებას ითვალისწინებს, არის ცალკე, ასე ვთქვათ, შესაბამისი პროგრამა, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, რომელიც ემსახურება გადამამუშავებელი შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების მოწყობას. აი წელს მაგალითად დაახლოებით 31 საწარმოზე გაიცა, ახალ საწარმოზე გაიცა უკვე სახელმწიფოსგან თანადაფინანსება, როგორც შემნახველი, ასევე გადამამუშავებელი მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან ამ მიმართულებით არსებობს. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ვსაუბრობთ პირველად წარმოების პროდუქციაზე, ყველა ესეთი ტიპის პროდუქცია ბუნებრივად ახსე ვერ მოხდება, ამიტომ საჭიროა შესაბამისი სიმძლავრეები გადამუშავების კუთხით, ხო? იმიტომ რომ ვთქვათ, მისგან ვაწარმოოთ სხვა პროდუქცია, რომელიც კიდე დამატებით ღირებულებას ქმნის ჩვენი ეროვნული ბაზრისთვის და ასევე ჩვენი ეკონომიკისთვის. ამიტომ ამ კუთხით ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტი არის სწორედ ის, რომ მოусმინეთ და ძალიან ბევრ რეგიონში იყო ფერმერებთან შეხვედრა და სწორედ აქედან გამომდინარე იქნებათ შესაბამისი ცვლილებები ჩვენ პროგრამებში, რომელიც კიდევ უფრო მეტად წაახალისებს როგორც პირველადი, ასევე ესე ვთქვათ, ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა პროდუქციის წარმოებას ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. ძალიან ბევრი მიმართულება ბუნებრივია, იქ იქნება თხილი, იქ იქნება დაუშვათ ხორბი, მოცვი და ამ შემდგომ, რომელთან მიმართებაში ბუნებრივია ძალიან დაუსრულებად და ბევრი საუბარი შეგვიძლია. 2026 წელი წინ გვაქვს და ბუნებრივია ყველა ამ თემას ბიზნეს პარტნიორი აგრორუბრიკის ფარგლებში აუცილებლად შეეხება, თუმცა ჩვენი საუბრის ბოლოს აუცილებლად მინდა გითხოთ. თქვენ ახლა ბევრჯერ ახსენეთ, რომ ფერმერებთან მქონდა შეხვედრა, მათთან ერთად გარკვეულწილად დაისახა საკითხები, რომელსაც მერე გამოიყენებთ უკვე ახალი პროგრამებისა თუ არსებულის გაფართოების კუთხით. თვითონ ბიზნესთან ურთიერთობა როგორია და რამდენად რეალურად შეუძლია ბიზნეს თქვენთან კომუნიკაცია სამინისტროს ყველა რგოლთან? ისე რომ დაუშვათ არ დაჭირდეს მას ვინმეს ჩარევა, ვინმეს ნაცნობა და ამ შემდგომ. რაც ანუ პრინციპში ეს ნაწილიც გაიარა ბიზნესმა, მაგრამ მთლიანობაში რამდენად მზად ხართ იმისთვის, რომ მათ ნებისმიერ საჭიროებაზე უპასუხოთ, თუნდაც უარყოფითად, მაგრამ დროში, იმიტომ რომ ბიზნესთვის დრო ძალიან ძირად ღირებულია. კი ბატონო, პირველ რიგში აღნიშნავ, რომ ბუნებრივად ჩვენ ვემსახურებით ბიზნეს სექტორს, ვემსახურებით ფერმერებს, ვემსახურებით ინდივიდუალურ მოქალაქეებს. არაერთი სერვისია, რომელსაც ჩვენი სამინისტრო სთავაზობს, ფაქტობრივად ყველა სპექტრს ვეხებით, ასე ვთქვათ, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებიდან დაწყებული ბიზნეს სექტორით დამთავრებული, ხო? და აქაც რა თქმა უნდა, ჩვენი სამინისტრო არის მაქსიმალურად ღია, გამჭირვალე ამ ურთიერთობებში. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოусმინოთ ბიზნესს და გავითვალისწინოთ მათი პოზიციები ჩვენს მიერ გადაწყვეტილებების მიღების დროს, თუმცა არის შემთხვევები, რა თქმა უნდა, როცა არის სახელმწიფო ინტერესები და ბუნებრივია, აქ ჩვენ გვიწევს ბალანსის პოვნა, მაგრამ ღიაობის და გამჭირვალობის კუთხით მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სამინისტრო არის ერთ-ერთი, რომელსაც ძალიან აქტიური კომუნიკაცია აქვს ბიზნესთან და მე დასაწყისში რო ვისაუბრე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სერვისების გაუმჯობესებაზე, ხო? აი რომ წარმოიდგინეთ ახლა დაახლოებით 25 ტიპის
არის სხვადასხვა ნებართვას გავცემთ გარემოს დაცვითი კუთხით და ასევე დაახლოებით ამდენს სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა კუთხით სერტიფიკატები იქნება ეს პროდუქციის ექსპორტისთვის თუ ასე შემდეგ, ხო? და სწორედ აქ გვინდა რომ ჩვენი სერვისები იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული მომხმარებელზე და გაციფრულებული იმისთვის, რომ მოკლე დროში ძალიან გამჭირვალეთ მოქალაქემ, ბიზნესმა და ყველამ, ვისაც უწევს ჩვენ სამინისტროსთან შეხება რაიმე ფორმით, რაიმე ტიპის სერვისთან მიმართებით, მიიღოს მოკლე ვადაში და აბსოლუტურად გამჭირვალე პირობებით. აი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, იქნება ეს სურსათის უნებლობის კუთხით შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც სჭირდებათ ჩვენს ფერმერებს თუ იგივე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან თუ ლაბორატორიიდან ის მომსახურებები, რასაც ჩვენ თავაზობთ, რომ არაფერი ვთქვათ გარემოს დაცვის კუთხეზე, ამ კუთხით ჩვენთვის არის პრიორიტეტი, რომ იყოს ეს ყველაფერი გაციფრულებული, სერვისზე ორიენტირებული და მოქალაქეზე და ბიზნესზე და მათ ასე ვთქვათ, მათთვის დაჩქარებულად და ხარისხიანად და ეფექტიანად მომსახურებაზე ორიენტირებული საბოლოო ჯამში. ძალიან დიდი მადლობა არა მხოლოდ დღევანდელი სტუმრობისთვის, არამედ მთელი წლის განმავლობაში ძალიან აქტიური თანამშრომლობისთვის წარმატებების გისურვებთ და რა თქმა უნდა შევხვდებით 2026 წელსაც.